და ჩემ შობლებმა გაიგო ჩემტელი. დიახ. 9 წლის გიონისტი ხშირად ტირის იმის გამო, რომ მას არ აქვს არაფერი, რაც მისი ასაკის ბავშვებს უნდა ჰქონდეს. ის ზურაბიშვილების ოჯახია, რომელიც ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რომ სიტყვებით აღწერას კი შეუძლებელია. წოლები არ გვაქვს და გამეწყალი ჩამოვდიოდა ხოლმე ფანჯრებიდან და რაღაცეებით. და კარები რამის გამოგვიძეს მთელი წყალი შემოგვივარდა სულ. რომ შემოგვდიოდა აი სპიცარი დაუდემე და იქით მედის წყალი მაინც გვივარდება და კარებიც ნელა არის რა. მეზობელმა მოგცა და დავაყენეთ და მაინც ვერ ვიკეტავთ და რამეთ. და აქედანაც წყალი შემოდიოდა და იქიდანაც. აი როგორია. სხვა მამცა და გარებები მილაგიაო ისა სულებით. წინამ. აი ამ ოჯახს აუცილებლად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება. არ იმსახურებს ეს პატარა ბიჭუნა იმას, რომ ველოსიპედიც კი არ აქვს. არ მეთანხმებით? ერთად დგომით ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შევცვალოთ და გავალამაზოთ. ნუ ჩაუვლით მათ გაჭირვებას გულგრილი. ხომ იცით, სიკეთე არ სათქრება.